მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია უსნაძის მაღალშედეგიანობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ფსიქოლოგი ქალბატონი ანა არველაძე. მოგესალმებით ანა და მადლობას მოგახსენებთ მოგზანებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენთან საუბარი უდიდესი პატივია. და განსაკუთრებით პატივია ის, რომ ყველგან სადაც ჩანხართ თუნდაც რამდენიმე წუთით თქვენთან ერთად არის სულიერება. დიდი მადლობა. ამაზე ღირებული არაფერი არ შეიძლება ფსიქოთერაპევტმა და ფსიქოლოგმა საზოგადოებას და სამყაროს აჩუქოს. მადლობა ანა, თქვენ ჩემთვის აღმოჩენა ხართ ესეთი ახალგაზრდა ლამაზი, ჭკვიანი, 5 შვილის დედა, არაფერ შემიძლია არ აღნიშნოთ, რომ ეს არის კიდევ ალბათ ყველაზე ძვირფასი რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, რომ გააჩინოს შვილები, გაზარდოს ისინი ღირსეულ მოქალაქეებად, სამშობლოს და ღმერთის მოყვარულ და წარმატებებს გისურვებთ პირველ რიგში და დღეს პირველ რიგში პირველი კითხვა მინდა დაგისვათ უსნაძის მაღალშედეგიანობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შესახებ. მისი პრეზიდენტი მძანდებით, რას გულისხმობს ეს ინსტიტუტი, რას საქმიანობს და შემდგომში მაყურებლისთვის მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სასაუბრო თემა სპორტის ფსიქოლოგია შეეხება, რაც საკმაოდ არ იყო საქართველოში განვითარებული და ძალიან მიხარია, რომ ამას ჩაუდექით სათავეში. დიდი მადლობა. უსნაძის მაღალშედეგიანობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ახლად დაარსებული დაწესებულება ორგანიზაცია. ინსტიტუტია გამომდინარე იქედან, რომ ვფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, რაც გაგვაჩნია ფსიქოთერაპიაში და არა მხოლოდ ფსიქოლოგიაში, ეს არის დიმიტრი უსნაძის განწყობის თეორია. და მას ემსახურება, მისი სახელის უკვლავყოფას ემსახურება ინსტიტუტის არსებობა, იმიტომ რომ ფართო გამოყენება შესაძლებელია უნივერსალური განწყობის თეორიის და არა მხოლოდ განწყობის თეორიის. შესაბამისად, ინსტიტუტი დაარსდა აი ამ ცოცხალი და მწველი ინტერესით, რომ რას გავაკეთებთ ახალს, რაც ჯერ არ გაკეთებულა განწყობის ფსიქოლოგიის ინტეგრირებით თანამედროვე სპორტში, ასევე ინდივიდის მაღალშედეგიანობაში. რას ნიშნავს მაღალშედეგიანობა, გაცილებით უფრო მარტივ ენაზე რო ვთქვათ, ჩვენი რესურსების გამოყენებისათვის, რა ნაბიჯები შეგვიძლია გადავდგათ სამეცნიერო კვლევებით, რა მნიშვნელოვანი აღმოჩენები შეგვიძლია გავაკეთოთ, რაც ნებისმიერ ადამიანს პირველ რიგში დაანახებს, რომ ეს არის ღვთის ხატი და მსგავსებას იპოვის ღმერთთან და შეძლებს ახადოს თავი იმ სკივრს, რომელს სკივრშიც მისი ფენომენალური რესურსები ინახება. ანუ ეს არის ინდივიდის, როგორც სპორტის მიმართულებით, ასევე ძალიან დიდი გამოწვევა დღეს კაცობრიობის მასშტაბით ზოგადი мотиваცია. უდიდეს პრობლემას ვაწყდებით ნებისმიერ სფეროში და მისია არის ერთ-ერთი მთავარი, რომ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი რესურსების რეალიზება უფრო მარტივად და უფრო მსუბუქად. დიდი მადლობა. პირველ რიგში დიმიტრი უსნაძის ასე წარმოჩენისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი, მართლა ძალიან ცოტა თუ აი ბატონი შოთა ნადირაშვილის მემკვიდრეობას თეა და დიმიტრი ამას აგრძელებენ ძალიან კარგად და თქვენც ძალიან გამეხარდა ესე ახალგაზრდა და დიმიტრი უსნაძის ამ საგანძურის პოპულარიზაციას რო ეწევით, იმიტომ რომ მსგავსი თეორია არც ერთი არ არის. ამაზე არ საუბრობენ, რომ იმ პიროვნულ თეორიათა შორის, რომლებიც არის დღეს ფსიქოლოგიაში ისწავლება პიროვნული თეორიები, ასეთი სრულყოფილი და ასეთი ახსნა ქცევა სხვაგან არ აქვს და სამწუხაროდ ჩვენ საკუთარს არც უფრთხილდებით დიდად, არც საუბრობთ ამაზე, ბევრად უფრო მოგწონს ყველაფერი უცხოური. და პირიქით, ამის ექსპორტი და ამის გატანა უცხოეთში ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და მიხარია თუ აპირებთ ამ მიმართულებით რამის გაკეთებას. აუცილებლად გამომდინარე იქედან, რომ სურს გავზარდოთ თაობა. მათ შორის სპორტის ფსიქოლოგების ის თაობა, რომელიც აღიზრდება განწყობის თეორიის საფუძვლებით, რასაკვირველია, უნდა იყოს გლობალური. და გამომდინარე იქედან, რომ მოხმარდება საქართველოს, ეს არის მსახურება ეროვნული ინტერესებისთვის, ასევე ეს არის მსახურება ამ მემკვიდრეობის გატანის თვალსაზრისით, არის უდიდესი ინტერესი, როგორც კი ვთქვათ, ესმით ჯერ ერთი ეროვნულად გამოუყენებელია იმდენად, რამდენადაც შეიძლება მისი გამოყენება
ყველაზე დიდი სიფაქიზე გამოვიყენეთ ინსტიტუტის სახელის დარქმევის პროცესში, იმიტომ რომ უზნაძის სახელის ხსენება ნებას უნდა გრთავდეს, რომ შენ იკადრო მისი სახელის გამოყენება გარკვეულწილად. ის არის უნივერსალური, ის არის ეროვნული, ის არის საყოველთაო, თუმცა მაინც დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ამ სახელს ეხები, შენ გაცილებით მეტ ამბიციების მიუხედავად შენ უნდა შეგეძლოს ღირსეულად ატარო ეს სახელი და შესაბამისად გლობალურად ვაპირებთ, რომ განწყობის ფსიქოლოგიის საფუძვლებით არაერთი ჩვენი საავტორო პროექტი შევქმნათ, მათ შორის სასწავლო კურსები, რითიც მსოფლიოს გავაცნობთ კიდევ უფრო ახლოს განწყობის თეორიას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა. ახლა მინდა გითხოთ სპორტის ფსიქოლოგიაზე. არავისთვის არ არის გასაკვირი და თითქმის ახლა ვინც ამ სფეროში ვართ, ვიცით რომ ეს თემა საკმაოდ უკან დაწეული იყო საქართველოში სამწუხაროდ. ჩვენ ფსიქოთერაპევტები სპორტსმენებთან ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ყურადღებაზე, კონცენტრაციაზე, ვთქვათ, რაღაცა წარმატების მიღწევაზე, სხვა უნარების განვითარებაზე, მაგრამ ესე რომ კონკრეტულად სპორტის მიმართულება იყოს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უფრო რომ დღეს 21 საუკუნეში საქართველოს ქვეყნის წარმოჩენა ხდება ერთი მეცნიერებით და მეორე სპორტით და ხელოვნებით, ხო? ანუ ეს სამი რამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს განვითარებული, მაგრამ რადგან ჩვენ სპორტზე ვსაუბრობთ, სპორტში ზოგჯერ და ძალაზე მეტად ტექნიკაა მნიშვნელოვანი, რაღაცა იმ მომზადებას და იმ თქოთ იგივე წლობით დაღვრილ ოფლს, რომელსაც ჩვენი სპორტსმენები აკეთებენ, რასაც აკეთებენ თავისი მიღწევებისთვის, შესაძლებელია სწორედ შედეგი ვერ მოყვეს იმის გამო, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნათ, ეს არის რაღაცა წარუმატებლობის შიში, ეს არის შეფასების შიში, ეს არის სხვადასხვა კომპლექსები, რომლებიც შეიძლება მათ ჰქონდეთ და აქედან გამომდინარე, აი როგორ მუშაობთ რა მიმართულებით და როგორ მინდა რომ გადავახარისხო, იმიტომ რომ ჩვენთან საქართველოში ძალისმიერი სპორტი არის საკმაოდ კარგად განვითარებული. ჩვენი გენეტიკური ეს ჭიდაობა იქნება ჯუდო თუ რა ვიცი, იგივე რაგბი, სადაც მართლაც ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ. ასევე დღეს უკვე ბევრ სხვა სპორტშიც მინდა ვთქვა ნიჩბოსნობიდან დაწყებული ფეხბურთი და ნებისმიერი დამთავრებული და ეს ძალიან გვახარებს ჩვენ ყველას საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ როგორ დავეხმაროთ მათ აი იმ წარმატების მიღწევაში და თქვენ ეგას ახსენეთ საუბრის დროს, რომ თქვენ ამაში ეხმარებით, რა ტექნიკებით და რა ტექნოლოგიებით აკეთებთ ამას? ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სპორტსმენმა წინასწარ უნდა იცოდეს, რისთვის არის მზად. ერთი საკითხია ის, რომ მას სურს მსოფლიო ვარსკვლავი გახდეს, მსოფლიო დონის სპორტსმენი გახდეს, მაგრამ ამისთვის დამატებით იმ ფიზიკური აქტივობისა და უდიდესი შრომისა, რაც მართლა მოითხოვს უდიდეს ნებისყოფასა და დისციპლინას, რის გასაღებად არის მზად. გაღება რას ნიშნავს, ხომ? სწორად ახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანია გარდა ფიზიკური მომზადებისა მენტალური მომზადება. მენტალური მომზადების მთავარი სტრატეგია არის გაცნობიერება იმ შინაგანი მოტივების, რის გამოც მას სურს გამარჯვება, მიუხედავად სპორტის სახეობისა. როგორც კი აი ამ მოტივს აღმოაჩენს სპორტსმენი, გაცილებით მარტივი ხდება მისთვის ნებისყოფის გამომუშავებაც, გაცილებით მეტი ვიდრე წარმოუდგენია სტრესმედეგობის, უდრტვინველობის და გამძლეობის. ანუ მთავარი საკითხი, ჩვენი მთავარი საძიებო სისტემა დასაწყისის პროცესის დასაწყისში ეს არის ვიპოვოთ რა არის მოტივი, მისი შინაგანი მოტივი, რისთვის სურს იყოს სპორტსმენი. რის თქმას აპირებს იმ ლიმიტირებულ პერიოდში, რაც ძალიან ლიმიტირებულია, ხომ ჩვენ ვიცით, პროფესიულ სპორტს თავისი შეზღუდვები აქვს ზოგს ასაკობრივი, მიუხედავად იმისა, როგორ ფიზიკურ ფორმაში არ უნდა იყოს სპორტსმენი, ხანდახან ხშირად ხდება. სახეობებიდან გამომდინარე, მას უწევს აქტიური და პროფესიული სპორტისათვის თავის დანებება და ურთულეს ეტაპებს გადიან სპორტსმენები. ჩვენ უნდა მოვაზადოთ ისინი პროფესიული ეტაპის დასაწყისში იმისთვის, რომ მოვადროა მათ უნდა დაასრულონ ეს პროფესიული სპორტის ეტაპი. აქ არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ამ მოტივების აღმოჩენა, ასევე არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი შინაგან ბავშვთან მუშაობის ტექნიკები. იმიტომ რომ სპორტსმენს ყველაზე მეტად
ეხმარება კავშირი იმ ტრავმირებულ ნაწილთან, რომელსაც ქვია შინაგანი ბავშვი. და სწორედ აი ამ შინაგანი ბავშვისათვის ის მზად არის იმაზე მეტი გაიგოს, ვიდრე მის გარეშე. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკები ვახსენეთ, შინაგან ბავშვთან მუშაობის ტექნიკები, მოტივის აღმოჩენის ტექნიკები, გრძელვადიანი მიზნების დასახვის ნაწილი და გმირის მოგზაურობა, ერთ-ერთი უნივერსალური მეთოდი, რასაც სპორტის ფსიქოლოგიაში ძალიან აქტიურად ვიყენებთ. და მისი მთავარი მიზანი მდგომარეობს შემდეგში, რომ თითოეული შეჯიბრის წინ შენ შეგიძლია აღმოაჩინო, რომელ ურჩხულს ებრძვი. ეს ურჩხული შესაძლოა იყოს საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, ეს ურჩხული შესაძლოა იყოს სინანული, იმიტომ რომ სპორტსმენი თვლიდეს, რომ მას ჰქონდა გაცილებით მეტი დრო უკეთესად მომზადებულიყო ფიზიკურად და ვთქვათ, გარკვეული სისუსტეების გამო მან ვერ შეძლო უკეთესი ფიზიკური მომზადება. და ვებრძვით საკუთარ თავში დაურწმუნებლობას გმირის მოგზაურობის ტექნიკებით, ასევე ძალიან ეფექტურია ეგრეთ წოდებული თვალის უნებლიე მოძრაობის მართვის ფაზა, განსაკუთრებით სპორტული აქტივობების წინ, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ხელოვნურად გამოვიწვიოთ გრძილის ღრმა ფაზის იმიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია შეჯიბრის წინ წავშალოთ მარტივიანით, რომ ვთქვათ, შფოთვა, ან ნებისმიერი ემოცია, რომელიც იწვევს კორტიზოლის გაცილებით უფრო ჭარბ გამოყოფას და შესაბამისად შევასუსტოთ ის კორტიზოლი, რომელიც ჩვენ შეჯიბრის პროცესში ნამდვილად არ შეგვიწყობს ხელს, რომ უკეთესი შედეგი დავდოთ. ასევე განწყობის თეორიის მთავარი დანიშნულება სპორტის ფსიქოლოგიაში ეს არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ვიცით, რომ განწყობა არის არაცნობიერი, განწყობის თეორია ჩვენ გვაძლევს საოცარ საყრდენს, როდესაც შენ გაცნობიერებამდე მიდიხარ, შეგიძლია უკვე შენი განწყობა მართო. განწყობა რას ნიშნავს? მე ვიყო მზად და მქონდეს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ კონკრეტული აქტივობა და ქმედება განვახორციელო. და აქედან გამომდინარე, განწყობის თეორიით ჩვენ გარკვეულწილად დროში მოგზაურობთ. აქ შედის ვიზუალიზაციის პრაქტიკები, წარმოსახვის მიმართულებები, რაზეც არაჩვეულებრივად საუბრობს უზნაძე ზოგადი ფსიქოლოგიის მიმართულებით. წარმოსახვა გვეხმარება იმაში, რომ გავუმკლავდეთ უკეთესად როგორც გამარჯვებას, ასევე მარცხს. ჩვენ მხოლოდ მარცხთან არ გვიწევს გამკლავება, ჩვენ გამარჯვებასაც უნდა გავუმკლავდეთ. იმიტომ რომ ხშირად ხდება განსაკუთრებით ახალგაზრდა სპორტსმენების შემთხვევაში, რომ გამარჯვებას იმდენად დიდი თავდაჯერებულობა მოაქვს, რომელმაც შესაძლოა შემდეგი ეპიზოდის გარკვეულწილად ნებისყოფაში ბრძოლის უნარიანობაში ხელი შეგვიშალოს, იმიტომ რომ მან უკვე მიიღო აღიარება და ზოგიერთი სპორტსმენისათვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ამ მომენტში დაეხმარო, რომ მისი მოტივაციის დონე, ზოგადი მოტივაციის დონე არ დაქვეითდეს და შემდეგ ასპარეზობებში არ შეეშალოს ხელი. ასე რომ უამრავი ტექნიკაა მომზადების პროცესში ჩართული. თუმცა ერთ-ერთი საინტერესო საკითხი პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მანამ სანამ სპორტის ფსიქოლოგიაში გადავიდოდი და მოკლედ ამასაც ვიტყვი, პირველი ჩემი შეხება უზნაძესთან დაიწყო ძალიან ადრეულ ასაკში. მამა იყო პიროვნება, ვინც გამაცნო როგორც დიმიტრი უზნაძის არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა, ასევე გამაცნო მერაბ მამარდაშვილი, გამაცნო ის საოცარი საზრისები, რაზეც დგას ჩვენი საზროვნების სისტემა და სკოლა, ქართული ეროვნული ძალიან მნიშვნელოვანი ავტორები და მოაზროვნეები და მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ასაკიდან მქონდა ცოდნა დიმიტრი უზნაძის შესახებ, დაახლოებით 8 წლის წინ საქართველოს სტუმრობდა არაჩვეულებრივი პროფესორი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჰაროლდ ტაკოოშიანი და მან წაიკითხა მოხსენება დიმიტრი უზნაძის შესახებ. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დაუვიწყარი შთაბეჭდილება, იმიტომ რომ მე მის შესახებ არაფერი არ მცოდნია სინამდვილეში. აბსოლუტურად განსხვავებულად დავინახე დიმიტრი უზნაძე და საინტერესო ის იყო, რომ აი ამ ადამიანები, რომლებიც ქმნიან იმ საყრდენებს, რომელიც საყრდენის გამოყენებაც თანამედროვე სამყაროში შეგვიძლია, ეს არის უკვდავი მემკვიდრეობა, ეს არის უკვდავება და ამ უკვდავებას შენ უზიარებ ადამიანებს და საინტერესო რა არის, რამდენიმე დღის წინ მე და ჩვენი უსაყვარლესი და უძვირფასესი კოლეგა ქაბოტე ნინო კანდელაკი საუბრობდით და ისე ბრწყინვალედ თქვა, რომ უზნაძის ნებისმიერ ნაშრომში ნახსენებია ღმერთი, ისე რომ არც ერთი სიტყვა არ აქვს ღმერთზე ნათქვამი. და ფსიქოთერაპიული პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად მივდივართ საკითხთან, რომ ადამიანი, რომელსაც წამს, მიუხედავად რელიგიური შეხედულებებისა და წამს ისა, გაცილებით მარტივად ექვემდებარება ნებისმიერ ტიპის თერაპიულ პროცესს.
ხოლო სპორტის ფსიქოლოგიაში ბერძნებს ჰქონდათ ესეთი საოცარი რწმუნებულება, რომ გამარჯვებული არის ღმერთის რჩეული. იმისათვის, რომ ადამიანმა იგრძნოს, რომ ის შესაძლოა გახდეს გამარჯვებული, მან არაცნობიერშიც საკმაოდ უნდა დაამუშავოს მისი დანაშაულის განცდები, აწმყოში არსებული მისი პიროვნული სიღრმიდან გამომდინარე. და ამ დანაშაულის განცდას და რწმენას გადამწყვეტი როლი აქვს გამარჯვების საკითხში და ზოგადად სპორტის ფსიქოლოგიაში. დიდი მადლობა ანა. საერთოდ როგორც წესი, ძირითადად ბიჰევიორიზმი იყო მთავარი ინსტრუმენტი და თქვენი საუბრიდან გამომდინარე აქ არაცნობიერზე გასვლა და კონკრეტულად ტრანსაქციული ანალიზის მნიშვნელობა ჩანს და ეს ძალიან საინტერესოა ბავშვი რო ახსენეთ. პირველ რიგში მე მაინტერესებს ესეთი რამ თქვენ შინაგან მოტივების აღმოჩენაზე ისაუბრეთ. მოდით გავმარტოთ, რას გულისხმობთ ამ შინაგან მოტივებში, რა არის, რა შეიძლება იყოს ეს მოტივი, როდესაც ადამიანი იწყებს გარკვეული ტიპის, ვთქვათ, აქტივობას. და რატომ ვსვამ ამ კითხვას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის რომ ჩვენში არის უამრავი შერეული გზნობები, შერეული ემოციები, პასუხისგებლობები. მაგალითად, ჩემთვის უთქვამს, რომ მე რო გამოვდივარ მოედანზე, მე მაშინებს მამაჩემის გამოხედვა, მე ვიცი ის სად ზის და მე სულ ვცდილობ, რომ მას მოვეწონო და ის არასდროს მაქებს. როგორც ჩანს, მამა ფიქრობს, რომ ამით შეიძლება ის არ ვიცი რას ფიქრობს, რომ შეიძლება მისი შესაძლებლობები შემცირდეს, ან ნაკლები ძალისხმევა ჩადოს, ხო არის ესეთი მიდგომა. და ამის გამო სულ აქვს ეს დასხეულში დაძაბულობა. და მახსოვს ჩვენ გვისაუბრია, რომ აი ეს განთავისუფლება ამ დაძაბულობისგან და აი ეს რაღაცა აუტენტურობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხეულის დონეზე, რელაქსაციის უნარი, რომელიც ადამიანს თუ აქვს, ის შეძლებს თავისი იმ მომენტში მაქსიმუმამდე გავიდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ამიტომ არის საინტერესო ძირითადად იმ თემებზე რო ვისაუბროთ, რას ნიშნავს შინაგანი მოტივები, ასევე კომპრომისი, შეცნობა, დალაპარაკება შინაგან ბავშვთან, იმიტომ რომ ეს ბავშვი ჩვენ რასაც უნდა ვიყოთ, მუდამ ჩვენთან არის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიგოთ რა არის ეს, რა მინდა არის ეს, რა გვინდა. და ასევე თქვენ რა ბრძანეთ ეს ზღაპრის თერაპიიდან ეგრეთ წოდებული გმირის მოგზაურობა, ესეც და წარმოსახვა რა შეიძლება იყოს უფრო გასაგები რომ იყოს მაყურებლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია აუდიტორია. იმიტომ რომ ერთეული დამსწრეების შემთხვევაში სპორტსმენები განსაკუთრებულ შფოთვას განიცდიან. და საინტერესო საკითხი რა არის სპორტში. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ მე პიროვნება სპორტსმენი ნაწილისგან. ყველაზე ეფექტურია შეიქმნას ავატარი. ანუ ეგრეთ წოდებული მეორე მე, რომელიც ირთვება მაშინ, როდესაც შევდივარ მინდორზე. ან დგები პარკეტზე გააჩნია სპორტის სახეობას, ხო? და რითი გვეხმარება ეს ამ პროცესში შემსრულებელი და სპორტსმენი მე, როდესაც არის აქტივირებული, ამ დროს ხდება გაცილებით უფრო მარტივად აუდიტორიის აღქმაც. ხელის შემშლელად ნაკლებად მოქმედებს. თუმცა აქ ბიჰევიორიზმი ვახსენეთ და ცხადია ნეიროლინგვისტური პროგრამირების ელემენტები და ზოგადად ბიჰევიორიზმი ყველაზე მეტად გვეხმარება ამ პროცესებში, რომ ჩვენ შევქმნათ ჩვენი როლი და როლში შევიდეთ მაშინ, როდესაც ვასპარეზობთ. როცა იმ მოედანზე ვართ. როდესაც მოედანზე ვართ. და თუმცა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ორ ნაწილს შორის ინტეგრირება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი და საფრთხილო საკითხი. იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან გვიჭირს როლებიდან გამოსვლა. აი ეს ტექნიკები, რომ შენ დაბრუნდა იმ როლში, რომელშიც ხარ ადამიანი, პიროვნება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაგალითად ზოგიერთ სპორტსმენს უჭირს სითავხედე რეალურ ცხოვრებაში. და იმ დინამიკაში, რა დინამიკითაც თამაშობს და ასპარეზობს მოედანში, ეს იგრძნობა. თუნდაც ბურთის ართმევის მომენტში იგრძნობა მისი გარკვეულწილად ის რამდენიმე წამიანი დაყოვნება, რომლის გარეშეც გაცილებით უფრო წარმატებული იქნებოდა მისი ნებისმიერი მოძრაობა და მოქმედება მოედანზე. და საინტერესო მომენტი რა არის აქ? ხო, აი ჩვენ ამუშავებ იმაზე, რომ ეს სითავხედე მის როლს, სპორტსმენის როლს ჰქონდეს, თუმცა არ არის აუცილებელი მას როგორც პიროვნებას ეს ჰქონდეს. სიტყვებში ჯერია სპორტული სიტავხედე და სპორტული
ცითავხედა შეიძლება ესე ვთქვათ. და საინტერესო საკითხი რა არის, დავუბრუნდები აი ამ თემას, რომ შინაგანი ბავშვის ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოცდილება იყო ის, საერთოდ საიდან წავედი სპორტის ფსიქოლოგიაში არაჩვეულებრივი ადამიანი, ვისაც უტარებთ ფსიქოთერაპიულ სესიებს, მისი მეგობარი დაინტერესდა სპორტსმენი და მთხოვა მან, რომ აი მისთვის ჩამეტარებია ინდივიდუალური სესია. ეს იყო პირველი სპორტსმენი, ვისაც ჩაუტარებს ფსიქოთერაპია და საოცარი რა იყო? შედეგი დავინახე ძალიან მალე. ჩვენი ინდივიდუალური სესიის შედეგი ფაქტობრივად თვალსაჩინო გახდა ჩემთვის უკვე მის შემდეგ ასპარეზობის დროს. მან მოიყვანა მთელი მისი საფეხბურთო კლუბი. ეს ადამიანები ჩაერთდნენ ამ პროცესში, ესპანეთში ცხოვრობენ, აქედან დიდი სიყვარულით მოვიკითხავ და დავინახე, რომ სპორტში ფსიქოლოგიის და ფსიქოთერაპიის დახმარებით ძალიან სწრაფად შეგიძლია შედეგი დაინახო და დადო. და ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც აქ ჩავრთე შინაგან ბავშვთან მუშაობის პროცესი და ავირჩიეთ ადგილი სტადიონს, სადაც მისი ტრავმირებული შინაგანი ბავშვი იჯდა და მთელი მისი შესრულება მოედანზე ეძღვნებოდა ამ შინაგანი ბავშვისათვის იმ სიამოვნების ჩვენებას, რა სიამოვნებასაც ის ყოველთვის ბურთთან შეხების დროს იღებს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადად შინაგანი ბავშვის გარდა იმ ტრანსული თერაპიისა, რასაც ამ შინაგან ბავშვთან პირველი შეხვედრის ნაწილისთვის ვიყენებთ, ყოველთვის ნებისმიერი სპორტის სახეობაში სადღაც ვთხოვ, რომ გამოყონ ამ შინაგანი ბავშვისათვის ადგილი და არა კონკრეტულ მშობელს, ან შვილს, ან ნებისმიერ სხვა ადამიანს, არამედ სწორედ შინაგან ბავშვს მიუძღვნან მათი ოსტატობის დემონსტრირება და იმ სიამოვნების ჩვენება, რა სიამოვნებასაც ასპარეზობის დროს იღებენ. რაც შეეხება გმირის მოგზაურობას, გმირის მოგზაურობა ძალიან საინტერესო თემა. ეს არის უნივერსალური წრე, იგივე უცხები შვილის მამასთან დაბრუნების პროცესი არის ალეგორია გმირის მოგზაურობის. ჩვენ ყველა გავდივართ იმ დაცული წიაღიდან, რასაც ქვია ბრჭყალებში ოჯახი, იმიტომ რომ შეიძლება ოჯახი იყოს ის, რომ დილით სახლიდან მიდიხარ სავარჯიშოდ, ან დილით სახლიდან მიდიხარ შეჯიბრზე, ხო? გადიხარ კომფორტის ზონიდან. ამ კომფორტის ზონის მიღმა შენ გაქვს უამრავი დაბრკოლება. გაუმკლავდე შენს სისუსტეებს, შენს მანკიერებებს, შენს გამოწვევებს და ამ გამოწვევების მიუხედავად დაამარცხო ის, რისი დამარცხებაც ყველაზე მეტად გჭირდება. გმირის მოგზაურობის დროს ჩვენ ალეგორიულად ვირჩევთ ურჩხულს, რომლის დამარცხების მცდელობა გვაქვს და ამ ურჩხულის დასამარცხებლად მე უნდა გავაცნობიერო რა რესურსი მჭირდება მეტი ან რა რესურსი მჭირდება ნაკლები. ზოგიერთი ურჩხული შეიძლება იყოს, როგორც ვახსენეთ, ბრძოლის შიში ან მარცხის შიში. რა მჭირდება მე იმისთვის, რა მჭირდება ნაკლებად იმისთვის, რომ მე მარცხის შიში დავამარცხო. გამარჯვების ნაკლები სურვილი და რატო? კობი ბრაიანტი ერთ-ერთი უდიდესი ეპოქალური სპორტსმენი კაცობრიობის ისტორიაში ამბობდა, რომ თუ მე გადაჭარბებით მინდა გამარჯვება, ან განსაკუთრებულად მაინტერესებს შედეგი, მე აწმყოს ვერ ვიყენებ ჩემი რესურსების გამოსამშღავნებლად. და სპორტსმენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აწმყოში ყოფნის ხელოვნებას, აქ და ახლა ყოფნის ხელოვნებას და გმირის მოგზაურობა ამაში ძალიან გვეხმარება. არ არის ყოველთვის აუცილებელი, რომ მე რაღაცა რესურსი დავიმატო იმისთვის, რომ ურჩხულს გავუმკლავდე. ხანდახან ის უნდა მოვიშორო, რაც ზედმეტი მაქვს და ბალანსამდე უნდა მივიდე. ხშირად გგონია, რომ ეს მოტივი არის გამარჯვება, სინამდვილეში გამარჯვება არ არის მოტივი. საკუთარი უპირატესობის დამტკიცება სინამდვილეში არ არის მოტივი. ჩვენ გვაქვს ასევე ტრანსგენერაციული პროგრამები და ტრავმები. და მე ხშირად ვცდილობ გოგონებსაც და ვაჟებსაც, სპორტსმენებსაც გავახსენო, რომ მათ საგვარეულოში იარსებებდნენ ადამიანები, ვის შესახებაც ცნობებმა ჩვენამდე არ მოაღწია. მაგრამ მათ ჰქონდათ მაგალითად ძირბილის უდიდესი ნიჭი, ან უძლეველი მებრძოლები იყვნენ და ასე შემდეგ. ხო, ნებისმიერი შენი იმ ლიმიტირებული დროით, ნაბიჯით, რომ ნაბიჯსაც საშეჯიბრო მიმართულებით დგა, უნდა წარმოიდგინე, რომ აი ამ ნაკვალებით შენ ყველა იმ წინაპრის სახელს უკვდავყოფ, ვისაც სურდათ სპორტში, აქტიურ სპორტში, ან თანამედროვე სპორტში და პროფესიულ სპორტში მოღვაწეობა, ვინც ან ტრავმის გამო დაანება ამას თავი, ვინც რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო და სინამდვილეში ეს გამარჯვება არ არის მეტოქეზე გამარჯვება, ეს არის საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვება. მოტივი უნდა იყოს, რა არის სულიერი მოტივი, ვიღაცას სჭირდება ძალაუფლება. ოღონდ ამას ვერ ხვდება.
მას გონია რომ გამარჯვება სურს, იმიტომ რომ მიიღოს ის საბონუსე სისტემა, რასაც გამარჯვების სანაცვლოდ სთავაზობენ. თუმცა ეს არის ზედაპირული და ილუზიური მიზანი, რომელიც შეიძლება არ გამომადგეს მე შინაგანი მოტივაციის აღსაწყვილად და უფრო მეტიც დამაზიანოს. მოტივი შესაძლოა იყოს ის, რომ დაიხმარო შენი ოჯახის რომელიმე წევრს იმაში, რომ თავი შენს გვერდით დაცულად იგრძნოს. რა არის რატო გვჭირდება, რატომ აქვთ ადამიანებს სწრაფვა ძალაუფლების საკენით, რომ ისინი უფრო დაცულად გრძნობენ თავს. შეიძლება მთავარი მოტივი იყოს ის, რომ მან იგრძნოს თავი დაცულად. თუმცა ამას ვერ აცნობიერებს, იმიტომ რომ ეს შრე, რომელიც გარკვეულწილად შირმის სახით ევლინება და ჰგონია, რომ მხოლოდ მატერიალური ინტერესის გამო ცდილობს და იბრძვის, ეს უნდა გადაწიოს, ეს ფარდა და დაინახოს რა არის მისი რეალური მოტივი. ვიღაცისათვის რეალური მოტივი შეიძლება იყოს დაამტკიცოს ის, რომ ის იმსახურებდა გადარჩენას, ის იმსახურებდა დაბადებას. ამიტომ იმდენად საინტერესო არაცნობიერთან მუშაობის პროცესი სპორტის ფსიქოლოგიის მიმართულებით. იმდენ დაფარულ საიდუმლოს ეხდება ფარდა, რომ არის იმიტომ რომ მიუჩვევლები არიან სპორტში არაცნობიერთან მუშაობის საკითხს. ანა, სიამოვნებით გისმენდით და მინდა ვთქვა ესეთი რამე, რომ თქვენ შეეხეთ აი უნიშნელოვანეს პლასტს, აი ტრანსგენერაცია ახსენეთ, ჩვენი კავშირი ჩვენს წინაპრებთან, რომელიც არის ჩაწერილი და კოდირებული ჩვენს დნმ-ში, ანუ ჩვენი გენეტიკური ინფორმაციაში. ეს კოდები ჩვენ მოყვება შლეიფად, ის არის ზედაპირი და აისბერგის წვერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ან როგორც პოზიციონირებთ, ან სადაც ვართ, მის ქვემოთ შლეიფი არის წარმოუდგენლად ათასობით წლებს და ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ მინიმუმ 7 თაობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არის თითქოს ის ინფორმაცია არის აქტიური. რა თქმა უნდა, ხა მასთან კავშირის დამყარება არის შესაძლებელი და არის ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანი რაღაცა ისეთს ათამაშებს თავის ცხოვრებაში, რომელიც განცდაში აქვს, რომ მისი არ არის. ეს არ არის მისი. თითქოს რაღაცა ეხმარება თუ რაღაცა ისეთი ცოდნა წამოვიდა, რომელიც არსაიდან არ უსწავლია, არავის არ უსწავლებია მისთვის. აი რაღაცა სხვათაშორის ერთხელ ერთმა ბერმა მოყვა ესეთი საინტერესო თამაში არის, შუაში დგას ადამიანი ერთი გრძელი ჯოხით და ბევრი ლენტი აქვს ამ ჯოხებს და ეს ლენტები უჭერს ადამიანებს და ადრეებს და ეს არიანო წინაპრებიო, რომელთანაც ის კონტაქტში შედისო, ამიტომ მისი ტრიალით თითქოს იმისგან რესურსი იღებს და პირიქით და ეს შეიძლება ვიღაცას უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ თუ კი ჩვენ ვიგულისხმობთ, რომ ერთ უჯრედში 2 მეტრი დნმ-ია, მილიარდობით უჯრედში, ადამიანში გენეტიკური ინფორმაცია არის ადამ და ევადან მოყოლებული წარმოუდგენლად ბევრი და ნემსის წვერზე ეტევა ეს დროის და სივრცის განცდის ახლებურ ხედვას გაძლევს და მართლაც უმნიშვნელოვანესია ეს სიღრმე, რაც თქვენ თქვით, ახლა მართლაც ძალიან მესიამოვნა, იმიტომ რომ როგორც წესი ამას არ ეხებიან და ვერ ეხებიან. და ძალიან იუველირულად და ფაქიზად უნდა ამასთან შეხება, იმიტომ რომ შესაძლებელი ადამიანის დაზიანებაც მოყვა საერთოდ აი მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი, რომ მან იპოვოს ეს რესურსები, რომელიც ზოგჯერ მისი დამსახურება არ არის, მიეცა და უბრალოდ წვდომა არ აქვს მასთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვენ თქვით. და არ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა სპორტსმენებისაც არის უმართავი ბრაზი. ეს ბრაზი, რომელიც ძალიან კარგი ემოციაა, ხო? კარგი და ცუდი ემოციები არ არსებობს. საჭირო ემოცია, არაფერი არ გვაქვს, არც წარბი, არც წამწამი, არც ჭხილი, რაც არ გვჭირდება, არაფერი არ გვაქვს ეგეთი, ხო? ასევე ემოციები ბაზისური, ის რაც გვაქვს და მოგვეცა ჩვენ განსაკუთრებით ბაზისური, ის არის ყველაფერი გადარჩენისთვის. ანუ მათთან ურთიერთობა უნდა ვისწავლოთ. ეს შიში იქნება, სევდა, ბრაზი თუ სიხარული და განსაკუთრებით არის ბრაზი და ყოფილი შემთხვევაში სრულიად უმართავი ხდება, რომელიც აუტოდესტრუქციულიც და სხვების მიმართაც, ანუ ეს აგრესია უმართავია, იგივე მოედანზე შეიძლება ეს იყოს, იგივე ან საკუთარ თავს დაუშავოს რამე, ან
თქვათ, მოწინააღმდეგეს და გაცდეს სპორტის საზღვრებს და გადავიდეს პიროვნულ დაპირისპირებაში. ეს კონფლიქტი კიდევ ვიმეორებ სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება წავიდეს, როგორც დაინგრიოს თავი, დაანგრიოს სხვა და დაინგრიოს თავისი კარიერა და ცხოვრება. აი ამ ბრასთან მუშაობის დროს რა აქცენტები გაქვთ და რას აქცევთ ყურადღებას? საინტერესო საკითხი, ერთი ექსპერიმენტი ჩავატარე. ძალიან საინტერესო იყო ერთ-ერთ სპორტსმენთან, რომელსაც განსაკუთრებით ჰქონდა აგრესიის საჭიროება. ანუ ეს იყო მის მიერ არჩეული სტრატეგია. არა მხოლოდ როგორც სპორტსმენის, არამედ როგორც ადამიანის. მაგრამ მას ჰქონდა ინსტინქტი, თუ თავად არ იქნებოდა ინიციატორი, თავდასხმის, ის ვერ გადაურჩებოდა ერთ-ერთი ოჯახის წევრის გარკვეულ ემოციურ თავდასხმებს და ამ როლში იყო შესული. და ერთ-ერთი ექსპერიმენტი გავაკეთე რა მხრივ. ვაყურებინე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი სერიულ მკვლელზე, თუმცა ამის არჩევის შესაძლებლობა მივეცი. და თამაშის წინ მას ვთხოვე, რომ თავად ამ პერსონაჟზე არ გამოეხატა ეს ბრაზი, არამედ გამოეხატა მის ქცევაზე, რომ ინდივიდიდან ბრაზი გადასულიყო აბსტრაქტულ მოვლენაზე ქცევაზე, რომ ეს ინდივიდის მიმართ აგრესია კიდევ დამატებითი უდიდესი სირთულე. ხშირად სპორტსმენები მწვრთნელების მიმართ აგრესიას იყენებენ იმისათვის, რომ ის რესურსი გამოიყენონ, ძალის რესურსი, რომელიც არ აქვთ და ვერ გრძნობენ ამ აგრესიას. როგორ არა აქვთ, საკმარისი აქვს ადამიანს ყოველთვის ყველაფერი. მაგრამ ამ აგრესიის გარეშე ისინი ვერ იყენებენ ამ რესურსს. მთავარი საკითხი, როგორც ვახსენეთ, ეს არის სპორტსმენის როლში გადაყვანა. მას არავითარ ჯერ ერთი მორალური არ არის, რომ შენ გამოიყენო შენს გასამარჯვებლად კონკრეტულ პიროვნებაზე ბრაზი. იმიტომ რომ გინდა თუ არ გინდა აქ აზიანებ შენს სულიერებას. და მე ყოველთვის ვამბობ, რომ უდიდესი ტყუილია პიროვნული განვითარება სულიერი განვითარების გარეშე. და ის თუ მის სინდის გარკვეულწილად ეხება მათ შორის არაცნობიერად, ისევ მივდივართ იმ საკითხთან, რომ გამარჯვებული არის ღმერთის რჩეული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს ბანკიერება არ აქვს და შეცდომას არ უნდა დაუშვას. არა, უბრალოდ სადაც შეგვიძლია ნაკლები შეცდომა დაუშვათ. აი ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ ბრაზის ნაცვლად მხოლოდ შეჯიბრის დროს გამოიყენა მან ამ კონკრეტულ ქცევაზე და იმ სერიული მკვლელის ქმედებაზე. ბრაზი, რომელიც ძალიან დაეხმარა, გამოეტანა მისი სხეულიდან ბრაზი. იმიტომ რომ თუ ჩვენ ბრაზს ვკвебავთ, ის იმატებს და ძილშიც ბრაზი გვაქვს, ახლობელ და შვილებთან და ოჯახის წევრებთანაც ბრაზი გვაქვს. შევდივართ ამ როლში და რაც უფრო მეტად იკვებება ნებისმიერი ნეგატიური ემოცია, რაც უფრო მეტად იკვებება ის მგელი, რომელიც არის ნეგატიური და სულიერი განვითარების წინააღმდეგ მიმართული, ცხადია ყველას გვაქვს ჩვენი სულის ჭრილოვანი ნაწილი. მის გარეშე არ იარსებებს ეს პოლარობები, ხო, ნათელსა და ბნელს შორის ჭიდილი ყოველთვის არსებობს. და განწყობის თეორიას რაში ვიყენებთ აი ამ საკითხთან მიმართება, შენ უნდა გადაწყვეტო. ანუ გადაწყვეტილების მიღება მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ თავის ტვინში სხვადასხვა გადაწყვეტილებები ჩვენი ჩართულობის გარეშე ხდება, მაინც შე როცა ამბობ, რომ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ ვიყო მასზე ნაწყენი. ან მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღეიდან შევამცირო ბრაზი ჩემში, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა აღმოჩნდეს ის საწყისი წერტილი, საიდანაც სინათლე უფრო მეტად გაიშლება ადამიანის ცნობიერშიც და არაცნობიერშიც. ეს ბრაზი არის დამღუპველი, იმიტომ რომ ბრაზის დროს სპორტსმენი განსაკუთრებით რეალობასთან კავშირს კარგავს და როდესაც ასპარეზობის პროცესში 3 წამი კი არა, წამის 1/1000 გადამწყვეტია. იმიტომ რომ ჩვენში ხო ბიოქიმიური პროცესები გამუდმებით მიმდინარეობს. შენ მიუხედავად იმისა, რომ გჭირდება ამიგდალის აქტივაცია რაღაც ნაწილში, რომ შენი ბრძოლის უნარიანობა უფრო გაიზარდოს და გადარჩენის ინსტინქტმა რაღაცა გარკვეული გამონთავისუფლების შესაძლებლობა მოგცეს დამატებითი რესურსების, ამავდროულად გაზიანებს. განწყობის თეორიის საინტერესო საკითხი რა იყო, ხო, როდესაც დამიზნებული აქვს ინდივიდს გარეული ტახისთვის თოფის ლულა და უნდა გაისროლოს. ის აწყოსთან კავშირს კარგავს და ქალს ესვრის და ეს იყო საოცარი სასამართლო პროცესი, სადაც ხდებოდა იმის დადგენა, რომ მან ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა, იყო ის დამნაშავე თუ არა. განწყობის ფსიქოლოგიის ეს პროცესი გვესაუბრება იმაზე, რომ შენ როდესაც უკონტროლო ემოცია გაქვს, როდესაც შენ ამ ბრაზს იყენებ და მიეჩვიე, რომ გამოიყენო.
სინამდვილეს შეიძლება იმ მომენტში ბრას საერთოდ არ განიცდის. ეს უბრალოდ აქტივაციისთვის სჭირდება და ის არის გადასული ცნობიერების საჭესთან ზის გაბრაზებულია. მეგობარს ესაუბრება, გაბრაზებულია, შედის საბრძოლველად, გაბრაზებული. ეს არის მისი არჩევანი და ნიღაბი, რომელიც უწამლავს ყოველდღიურობას და ზოგადად სიცოცხლის ხარისხს ძალიან უბოჭებს. მანა მადლობა, ძალიან გონიერი გოგო ხართ. დიდი მადლობა ამისთვის, რასაც საუბრობთ. ერთი ესეთი მომენტი ახსენეთ თქვენ, რომ განწყობა რამდენად მნიშვნელოვანია და გადაწყვეტილების მიღება, ცნობიერი გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილება არაცნობიერიც არის, ახლა ამაზე არ ვისაუბრებ და როგორ შეუძლია აი ინგლისურ სიტყვას settings ვიხმარ, set ხო განწყობა არის, რაც გაწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რა რეჟიმზე გაიყვანს ადამიანი თავის თავს და ეს უნდა იყოს მისი გადაწყვეტილება. აი აქ არის ადამიანის თავისუფლება, სწორედ აქ გამოიხატება და ეს არის ინსტრუმენტი, ჩემი გადაწყვეტილება არის ინსტრუმენტი, ჩემი თავისუფლების. იქ არ არის თქმა, იქ დათანხმება, იქ მარჯვნივ წასვლა, მარცხნივ წასვლა ზღაპრებში როა ხო, გზაჯვარედინზე დგას ადამიანი და იქ ეს საფრთხე, აქ ის საფრთხე, იქ რაღაცა კარგი ხდება, იქ არ იცის რა ხდება და აი ამ გადაწყვეტილების მიღება არის უმნიშვნელოვანესი და ცხოვრებაში, სტრატეგიებშიც და იმაშიც, რომ ის ბრაზი მე მაზიანებს და უფრო მეტიც, მე თუ თქვენზე კარგს ვიფიქრებ და კარგს ვიტყვი, ეს ჩემთვის არის კარგი, მაშინ ეს ხდება მოტივატორი იმისთვის, რომ ცნობიერი გადაწყვეტილება მიიღოს და რაღაცა რეჟიმზე გაიყვანოს ადამიანმა საკუთარი თავი მისთვის ყველაზე მეტად მორგებულ და მისთვის ნაკლებად საზიანო, როგორც შეიძლება ითქვას და ძალიან შესანიშნავი რამე თქვით და არ შემეძლო ამაზე, რომ ეს არ აღმენიშნა და მინდა აქვე ვთქვა თქვენ ახსენეთ ანა როგორც გამარჯვებას უნდა დატევა ისე დამარცხებას ზოგჯერ გამარჯვებას უფრო უნდა დატევა და აი მე ატარო ეს გამარჯვებულობის და ეს პოპულარობის და ის ბავშვების თუ მოსახლეობის პატივისცემა და სიყვარული რომელიც იცით როგორია შეიძლება წამში შეიცვალოს აი თითქოს კვირას როდესაც მაცხოვარი ბრძოლა შევიდა იერუსალიმში ოსანა დავითის ძეო და იგივე ხალხი ჯვარსაც უესეო რამოდენიმე დღე შეყვიროდა ეს მასების ფსიქოლოგია ესეთი ანუ შეიძლება ადამიანი მწვერვალიდან უცბად ისევ ორმოში აღმოჩნდეს და პირიქით და ეს გამარჯვება არის ძალიან დიდი საცდური და ბევრს გამარჯვების შიში აქვს იმიტომ არ მედის ბოლომდე რომ მე არ იცის რა ქნას რა უყოს ამ გამარჯვებას ეს ერთი და მარცხი კიდევ ასევე მიიღოს როგორც გამოცდილება თუ როგორც მისი იარლიყი რომ მე ვარ დამარცხებული აი აქ როგორ მუშაობ და ძალიან საინტერესო იყო თქვენი ეს რეპლიკა იცით რა არის მარცხთან შეხვედრა არის ადამიანის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვისაც მთელი ცხოვრება ან ოჯახის წევრები, ან მწვრთნელები ასხამენ ხოტბას. და მას დააჯერეს, რომ ის არის განსაკუთრებული. ასეთი ადამიანი, როგორც კი პირველ მარცხს შეხვდება, მას წარსულთან კავშირი უწყდება და მას უჩნდება დაჯერება, რომ ის ყველაფერი ტყუილი ყოფილა. ისეთი ძლიერიც არ ყოფილა, როგორც თავი მეკონა. და მარცხთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგია არის დროსთან სწორი ურთიერთობა. მოასწარი ერთხელ მაინც იგრძნო რა არის მარცხის საპირისპირო. ოღონდ ეს არ განიზომება არც წოდებით, არც ტიტულით, არც გამარჯვებით. შენ შეიძლება გამარჯვება აღიარო იმ მანკიერებასთან გამარჯვების ნაწილში, შენ თუ ხარ გარკვეულად ნებისმიერი დამოკიდებულებით დაპყრობილი ადამიანი თავად არ ირჩევს დამოკიდებულებას, მისი ტრავმა იწვევს და ირჩევს დამოკიდებულებას გადარჩენის მექანიზმად და ის რომ თუ დღეს ერთით ნაკლებ ცოდვას ჩაიდენ საოცარი რამე აქვს დაოსებს რომ ყოველდღე თუ სიკეთეს ვერ გააკეთებ ერთი ისე გაათენე ის დღე რომ ბოროტება არ ჩაიდინო ხო ანუ ჩვენ აი ამ ზღვარზე მარცხი რა არის შენთვის მარცხი არის მეორედ სუნთქვის გახსნის შესაძლებლობა რომ მიხვდე რომ საკუთარ მანკიერებებზე გამარჯვება გსურს და გამარჯვებაც რა არის ხო ეს იმდენად ეპიზოდურია იმდენად
რაღაცა როგორ გითხრათ, აი ასხლეტილი სხივივით არის, რომელიც არ ნიშნავს, რომ არადიულად ამ გამარჯვებას ჭირდება შენარჩუნება. ოღონდ არ გულისხმობს მხოლოდ სპორტული ასპარეზობის ნაწილში, ამას ჭირდება გამძლეობა, რომ ითვირთო გამარჯვება. და ძალიან მინდა საინტერესო საკითხი ვახსენო. მარცხთან ადამიანს ეშინია წარმატების, როგორც თქვენ თქვით, არის ესეთი გამარჯვების შიში. ერთ-ერთი მთავარი მოტივი ამ დროს არის მშობლებთან სოლიდარობის მომენტი. თუ ინდივიდი თვლის, რომ მისი დედა ან მამა ცხოვრებაში წარუმატებელი ადამიანები არიან და მისი საზომი აქვს, მისი პერსონალური საზომი აქვს ამ წარუმატებლობის. ეს არ ნიშნავს, რომ ყველასთვის ერთსა და იმავეს ნიშნავს. სოლიდარობის გაწევის მიზნით ჩვენ ყოველთვის ვიხლიჩებით რამდენიმე პერსონად, ხო? ერთ-ერთ პერსონას, მასში ერთ-ერთ ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს სოლიდარობის გაწევის მიზნით, რომ დედა შენ არ დაგწყდეს გული, არც მე არ ვიქნები შენზე წარმატებული. აი ეს საოცარი კავშირები დასამუშავებელია ოჯახის წევრებთან, მშობლებთან, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და ბრუნავს მხოლოდ იმიტომ, რომ აი ეს საკითხები არ აქვს გადაჭრილი. ინდივიდუაციის პროცესი ძალიან ფერხდება და ყოფნდება დროში, რის გამოც ჩვენ ხშირად სიმწიფეს ვერ უახლოვდებით, მენტალურ სიმწიფეს, ცხადია, მასთან ასაკს არანაირი კავშირი არ აქვს. თქმა უნდა. სხვათა შორის დამარცხებაში ხდება ადამიანი, დამარცხება გასწავლის ადამიანობას. ხანდახან მიფიქრე ადამიანი რო არ წაიქცეს და არ დამარცხდეს, მას თავი ეგონება ან ანგელოზი, ან შარავანდეთში იქნება, ან რაღაცა ისეთ ხიბლში ჩავარდება, რომელიც მოწყვიტავს მიწას და რეალობას, ხო? და ეს წაქცევა და დამარცხებით ხდები ადამიანი უფრო მეტად გესმის სხვისი, უფრო მეტად სოლიდარული, ტოლერანტული ხდები, უფრო მეტად ადამიანური და რაც მთავარია, სხვაში არ ეძებ დამნაშავეს და დანაშაულის შესაკუთარი დანაშაულის მიზეზ სხვებში. ხშირად არის, რომ აი თქვენ ჩვენ მშობლებს ვახსენებთ ხოლმე, რომ ყველაფერი მშობლების ბრალია. აი სანამ მე არაერთხელ მithkom, სანამ ადამიანი მშობლებს ადანაშაულებს, ის ჯერ კიდევ ბავშვია. და ის ჯერ კიდევ არ გასტილა, დროს დასრული მშობელს პატივსცემს. მშობლის პატივისცემა არის დასრულობა და არჩევანი. არ აქვს მნიშვნელობა, მშობელი ამას იმსახურებს თუ არა და ჯერთი რატო არ იმსახურებს, მაგრამ თქვათ თუ შემთხვევით ესე. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ აქ ჩვენ საუბარში, რომ დამარცხებას და გამარჯვებას არის ჩვენი ცხოვრება, ეს არის ჩვენი გამოცდილება, ჩვენი გამოწვევა. იმისთვის, რომ ადამიანობა არ დავკარგოთ, იმისთვის, რომ სულიერება არ დავკარგოთ და რაღაცნაირად მადლიერები ვიყოთ ღმერთის, როგორც ერთისთვის, ისე მეორესთვის და ეს მადლიერება ისე ავსებს ადამიანს, ახლა თქვენ ამიგდალა ახსენეთ და იგივე მთელი ჩვენი ლიმბური სისტემა ისე ივსება სიამოვნების და სიხარულის ჰორმონებით. ამ დროს, როდესაც ხარ მადლიერი, რომ თითქოს მადლიერება ხდება საპირისპირო აი იმედგაცრუებების და იმ დეპრესიასაც შეიძლება, დეპრესიული მდგომარეობასაც შეიძლება ადამიანს დაემართოს და აქედან გამომდინარე, რომ ამბობენ სპორტში მარცხი და გამარჯვება მეგობრები არიანო, ამაში ეტყობა სიმართლე არის. მე ჩვენი გადაცემა უახლოვდება დასასრულს, მე მინდა გითხრათ, რომ ვერ გელევით. ისეთი სიამოვნება მივიღე, მაგრამ აი თქვენი საომავლო გეგმებზე რას გვეტყვით ანა და როგორ აპირებთ მუშაობას და ამ გაფართოებას, აი თუნდაც აი ამ მაღალშედეგიანობის კუთხით. მეც უნდა გითხრათ, რომ უდიდესი სიამოვნება თქვენთან საუბარი, მე ხშირად ვამბობ, რომ ესეთი რეზონანსი ძალიან იშვიათია სულებს და პიროვნებებს შორის და დიდი პატივი იყო თქვენთან სტუმრობა და თქვენთან ყოველი კვეთა არის ძალიან დიდი პატივი და მადლიერი ვარ მთელი არსებით. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, შევქმნით ძალიან საინტერესო პროექტი განწყობა და მართვა. ეს არის ჩვენი პირველი საავტორო სერია, სემინარების სერია, სადაც ადამიანებს ვასწავლეთ, როგორ შეიძლება განწყობის დახმარებით მართოს საკუთარი ემოციები, საკუთარი ცხოვრება, ორგანიზაცია, თანამშრომელთა мотиваცია და ზოგადად ინდივიდუალური მაღალშედეგიანობა. ეს მართვის მიმართვა, ეს არის პირველი საავტორო კურსი, რაც შევქმნით. ასევე შევქმნით
კურსი განწყობის ფსიქოლოგია სპორტში, რაც სწორედ განწყობის ფსიქოლოგიის საფუძვლებით ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას ვაკონტროლოთ ვისწავლოთ სტრესთან დამოუკიდებლად გამყოფების სტრატეგიები. ყველა სპორტსმენს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სპორტის ფსიქოლოგი ჰყავდეს და მე აუცილებლად უნდა ვახსენო განათლების სამინისტროს უდიდესი განათლების სპორტის სამინისტროს უდიდესი მხარდაჭერა იმ გაგებით, რომ დაგვთესნება საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებთან მუშაობის და ფაქტობრივად ეს არის უდიდესი პატივი, როდესაც ჩვენ ნაკრებთან მუშაობ გამომდინარე იქედან, რომ რაღაცა ქვეყანამაც ნება უნდა დაგრთოს, რომ ის ნაკრებთან ახლოს მიგიშვას. ხო, ეს ძალიან საინტერესო სენსიტიური თემები და საკითხები, ინტერესი ძალიან გაიზარდა. არის უდიდესი მოთხოვნა, მაგრამ ჯერ არ არის სათანადო კადრები და ჩვენი მთავარი მიზანი აღვზარდოთ თაობა, რომელიც არასოდეს გამიჩნავს პიროვნულ განვითარებას, სულიერი განვითარებისაგან. და სწორედ ამ სინათლისკენ მივმართოთ ის ყველა პროექტი, რასაც განწყობის ფსიქოლოგიის დახმარებით და ამ ინსტიტუტის დახმარებით ფართო საზოგადოება და დღის იხილავს გლობალური მასშტაბით. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, როგორც პირადში, როგორც თქვენ არაჩვეულებრივ ოჯახში, თქვენ ხუთშვილთან, ასევე ამ საქმიანობაში. ქვეყნისთვისაც, ყოველი ჩვენთაგანისთვის დიდი სიხარულია ყოველი ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება და ამაში თქვენი წვლილი გაქვთ და მადლობა თქვენ ამისთვის. იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდებოდა, თქვენ კიდევ მოხვალთ ჩვენთან და შემდგომში ვისაუბრებთ სხვადასხვა თემებზე. დიდი სიამოვნება. მადლობა ანა და მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ფსიქოლოგი ქალბატონი ანა არველაძე. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.